დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომელიც ქართული ოცნების ბევრ წევრს შესაძლებელია ქართულ ენაზეც კი არ აქვს წაკითხული ამ დრომდე, უკვე ინგლისურად ითარგმნა და ამის შესახებ დღეს შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, სწორედ ამ თემაზე საუბრით დაიწყო დღევანდელი სხდომა და პაპუაშვილმა თქვა, რომ თითოეულ დეპუტატს საკუთარ მაგიდაზე ჰქონდა უკვე ინგლისური ვერსია თეატრალ-ოკეანის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნით და ახლა როგორც ჩანს ქართული ოცნება აპირებს, რომ ეს დასკვნები და ეს ინგლისურად თარგმნი ვარიანტები უკვე გადააგზავნონ სხვადასხვა საელჩოებში და სხვადასხვა რელევანტურ ორგანიზაციებში. დღეს ქართული ოცნების აბსოლუტურმა ყველა წევრმა ეს საგამოძიებო კომისიის დასკვნები და ეს წიგნი თან წაიღო და აცხადებენ, რომ არა მხოლოდ საელჩოებს მისცემენ და უსახსოვრებენ ამ წიგნს, არამედ საკუთარ უცხოელ მეგობრებსაც კი და სწორედ ასე ეცადა და დღეს კიდევ ერთხელ შალვა პაპუაშვილი და ქართული ოცნება, რომ მოეხდინა ოპოზიციის დისკრედიტაცია და ასეც ცდილობენ ამის შეხსენებას საელჩოებისთვის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის. თეორიული ეს პოლიტიკური თუ სისხლისამართლებელი დანაშაული დეტალურად აღწერილია ამ დოკუმენტში, რომელიც ინგლისური თარგმანით მომზადდა და გამოიცა, რა თქმა უნდა, ეს დოკუმენტი გადაეცემა ყველა საელჩოს, გადაეცემა ჩვენ საგარეო სამინისტროს იმისთვის, რომ საელჩოების მეშვეობით მივიდეს ყველა რელევანტურ აქტორთან, მათ შორის მათ, ვინც დღემდე ნაციონალ მოძრაობის რეჟიმის მხარდამჭერები არიან, იმ პერიოდის მხარდამჭერები არიან საზღვარგარეთ, დღემდე ევროპის სახალხო პარტია არ აძევებს საკუთარი რიგებიდან ნაციონალ მოძრაობისთან სხვა პარტიები მისდან, სხვა გაერთიანებები მისდანაყოფებს საკუთარი რიგებიდან, რითაც უპირველეს ყოვლისა ჩრდილს აყენებენ ევროპულ ღირებულებებს, დასავლეთს როგორც ღირებულებების წარმომადგენელს და ამიტომ ყველა ეს დოკუმენტი მივა ყველა რელევანტურ ადამიანებამდე, ყველა კვლევით ორგანიზაციამდე, რათა თითოეული მტკიცებულებით ყველა მიცოდეს თუ როგორი დიქტატორული რეჟიმი იყო 2012 წლამდე საქართველოში, რის რეინკარნაციასაც ახლა როგორც ხედავთ ცდილობენ ნაციონალ მოძრაობის სწორედ ამ რეჟიმის შემქმნელი ადამიანები. ბოლო რამდენიმე დღე არის ქართული ოცნება თუ საჯარო განცხადებებით, ოცნების წევრები თუ Facebook პოსტებით სოლიდარობას უცხადებენ და ღია მხარდაჭერას უცხადებენ დასანქცირებულ ტელევიზიებს, თუმცა როგორც ჩანს ქართული ოცნებისთვის საკმარისი ესაც არ აღმოჩნდა და დღევანდელი სხდომა სწორედ იმედის და პოსტივის მხარდაჭერით დაიწყო. დღეს სხდომათა დარბაზში ამ ორი არხის მიმართ საქებარის სიტყვები არ დაიშურა არც ირაკლი კირცხალიამ, არც ქართული ოცნების სხვა წევრებმა, სიმართლის წყაროები უწოდეს იმედს და პოსტივის ქართული ოცნების წევრებმა, თავს დაესხნენ დიდ ბრიტანეთს და თქვეს, რომ ეს გადაწყვეტილება არხების დასანქცირებასთან დაკავშირებით იყო მიზანმიმართული. ბორის ჯონსონს ამ ტელეკომპანიების და მათი ჟურნალისტური საქმიანობის შესახებ ელემენტარული წარმოდგენაც კი არ აქვს. თუმცა, მიუხედავად ამისა, მისი აბსურდული განცხადება კონკრეტულ მიზანს ემსახურება. შეგახსენებთ, რომ საუბრობთ პოლიტიკოსზე, რომელიც სრულიად სამართლიანად იწოდება ომის წამქეზებლად. სწორედ ბორის ჯონსონი იყო ადამიანი, რომელიც სტამბოლის მოლაპარაკებების შემდეგ კიევს ეწვია და უკრაინულ მხარეს მოუწოდა ხელი არაფერზე მოეწერათ და უბრალოდ ებრძოლათ. რაოდენ ცინიკურიც არ უნდა იყოს, შეგახსენებთ, რომ უკრაინის მიერ ნატოზე უარის თქვა ჯონსონისვე ჩაშლილი სამშვიდობო მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, არავის აქვს ილუზია, რომ საქართველოს კონტექსტში Deep State-ის წონიანი აგენტის ბორის ჯონსონის გამოჩენა შემთხვევითია. და რადგან ამ უუნარო აგენტურამ რევოლუციის მოწყობა ვერ შეძლო, პატრონები გადავიდნენ ღია აგრესიაზე და დაარტყეს დიახ სიმართლის წყაროებს. ისტორიას ერთი დაუნდობელი კანონზომიერება აქვს. ვინც სიმართლის ჩახშობას ცდილობს, ის საკუთარ პოლიტიკურ განაჩენს აწერს ხელს. სიმართლე არ არის საბანკო ანგარიში, ერთი ხელის მოსმით რომ გაყინო. საქართველოში მედიაზე შეტევა ყოველთვის იყო აგენტურის პოლიტიკური თვითმკვლელობის აქტი. ბრიტანეთში შეიძლება მოახერხოთ, მაგრამ საქართველოში სიმართლეს ვერასდროს დაასანქცირებთ. პოლიტიკური სიხარბით, პოლიტიკური სიძუნწით შეპრობილებს ჩვენს ბიუჯეტს ჩაბღაუჭებულებს არ გემეტებათ კეთილდღეობა საქართველოს მოქალაქეებისთვის. თურმე პენსიის გაზდა და მინიმალური ხელფასის ზღვარის გაზდა დააქცევ სახელმწიფოს სამაგიეროდ ახირებებს რეფორმები დაარქვით.
საარსებო წყარო წაართვით მცირე მეწარმეებს და სამსახურიდან გაყარეთ პატიოსანი საჯარო მოხელეები. ემიგრანტების ფულით საზრდოობს დღეს სამშენებლო და სავაჭრო ბიზნესი და ამ ემიგრანტებს უფლება წაართვით, რომ ქვეყნის მომავლის მშენებლობაში მონაწილეობა მიიღონ. უკვე 6 თვეა ყოველდღე გამოდიხართ და საუბრობთ საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე და აყვავებაზე, თუმცა პენსიების ზრდა კი არა, კვერცხების ფასიც კი ვერ შეგიმცირებიათ. იმიტომ რომ ეს ეკონომიკური ზრდა ხან თქვენი ერთი ჩინოვნიკის ჯიბეშია, ხან მეორეს. ასევე ოფიციალური სტატისტიკით 700 ადამიანზე მეტი იღებს საარსებო შემწეობას. თუმცა როგორც აღმოჩნდა, ჯანდაცვის სისტემის კრახის გამო ეს ციფრებიც გადაბერილია. და საქმე გვაქვს მასობრივ თაღლითობასთან. ქართული ოცნება დღეს ხდომათა დარბაზის პოლიტიკური განცხადებების სწორედ იმედზე და პოზიტივზე საუბარს დაუთმო. ჩვენ გვახსოვს ქართულმა ოცნებამ როგორ შეცვალა არაერთი კანონმდებლობა ფარცხალაძის დასაცავად, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაასანქცირა და ახლაც უკვე ირაკლი კობახიძემ დაანონსა კიდეც, რომ ყველაფერს გააკეთებენ ამ არხების დასახმარებლად, ამიტომაც გამორიცხული არ არის, რომ უახლოეს პერიოდში მათ შორის კანონმდებლობა ამ მიმართულებითაც შეიცვალოს.